მივესალმები პირველ სტუმარს ნიკამელიას გამარჯობა დადონიკა. დავიწყოთ დღევანდელი დღით ვახტანგ გომელაურის მოსმენით საკმაოდ ბევრი კითხვა და დაისვა და ბევრი პრეტენზია იყო, თუმცა ხტომის ნაწილი დაიხურა და ამაზე ჰქონდათ პრეტენზია ოპოზიციას. მაგრამ ხელისუფლება ამბობდა, რომ იქ რაღაც ისეთი რაღაცები შეიძლება ეთქვას უსის უფროს, რაც ალბათ გასაკვირი არ არის, რაც საჯაროდ ვერ გაჟღერდებოდა. მოისმინეთ რაიმე ასეთის ხტომა. კი ბატონო, ჩვენ ვეუბნებოდით მათ, ანუ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობას, რომ დავხუროთ ხდომა იმ ნაწილში, რა ნაწილშიც თქვენ თვით რომ არ არის ბიზნესშეწონილი მედია ესწრებოდეს, ხო? რა ნაწილი შეიძლება ყოფილიყო მაგალითად შემთხვევა, როდესაც ჯაშუშებზე ან რაღაცა განსაკუთრებულ საიდუმლოებაზე გიწევს საუბარი, ტერორისტულ ორგანიზაციებთან და შენ. მაგრამ ეხა ვერანაირი ლოგიკა ვერ ხსნის, რატომ უნდა დახუროს ხდომა, როდესაც დეპუტატების ოპოზიციური პარტიების დეპუტატების შეკითხვა ეხება მაგალითად ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობას, რომელიც თქვენ იცით სუსის ასე ვთქვათ ფარგლებში შედის. და საანგარიშო წელიწადში ხა დაგვირიგეს ანგარიში და დიდი სამბით ჩაწერეს, რომ საერთელი 1 წლის განმავლობაში სუსმა გამოავლინა 13 ქთამის აღების ფაქტი და 3 ქთამის მიცემის ფაქტი. ხურობზე 13 წლის განმავლობაში. 13. არა, 1 წლის განმავლობაში. საანგარიშო წლის განმავლობაში, ხო, და ბევრი სხვა იქ წერია მაგალითად როგორ დააკავეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხვარიჭამის რწმუნებული. რაღაც 200 კაცი ცხოვრობს ცხვარიჭამაში. მაგრამ 99%-ით გაიზარდა ქთამის აღების, ქთამის ასე ვთქვათ მიცემა აღების ფაქტებიო, თავად ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა გვეუბნება ამას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა სხვათა შორის 99%. ხო, მე რო ნახე ციფრებში 15 იყო და გახდა 30 თუ რაღაც ესე იყო. ანუ იქაც არ არის დიდ ციფრებზე ლაპარაკი. ხო, მაგრამ ნუ ეხლა დაუშვი რა ციფრებს არ უნდა იყო, ხო და გახდა 30. კი, რა ციფრებს არ უნდა. აი აქ ნაწილში რატო არ უნდა? მეც ეჭვიებარება რომ ეხლა მაგის მეტი კორუფციის ფაქტი არის. ხო, ნუ მაინც ბუნებრივია უმრავლესობა მათ აქვთ და დახურეს. ხო, თქვენ ფიქრობთ რომ ამ მიმართულებით ვერ მუშაობს სუსი კორუფციის გამოვლენას რაც ეხება. ხო, თავარი საუკეთესო ბარომეტრი რა არის, ხო, ხალხთან ურთიერთობა გვიწევს ჩვენს და ეხლა როგორც თქვენ ჩვენივად გრძნობდით ხალხში ნაციონალ-მოძრაობის ხელისუფლების დროს რა იყო ცუდი, რა იყო კარგი და ასე შემდეგ. ეხლა აქაც ხო გძნობთ დღეს და ბევრი სულ უფრო ბევრი ადამიანი ქვეყანაში საუბრობს, რომ იმატებს კორუფციული ფაქტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან რა თქმა უნდა ეხლა მექნებოდა კითხვა და მქონდა აუცილებლად დასასწრელი გოგაშვილთან დაკავშირებით. მისი მოღვაწე იყო ადამიანი, ხალხო. ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება, ეს ადამიანი მოსვლისთანავე დაინიშნა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოადგილედ და ყველამ ვიცით რომ სოციალ დაუცველი ოჯახის სტატუსის მატარებელი იყო, ხო? და დღეს არის ოფიციალურად მილიონერთა რიგებში. მისი მოადგილე მინდო ეს კითხვა რატო არ უნდა მოგე რატო კი ბატონო კი დაისვა ეს კომიტეტის ხდომაზეც დაისვა ეს შეკითხება თქვენ რატო არ უნდა გქონდათ ამ ყველაფრის მოსმენის შესაძლებლობა აიმე თუ თქვა ისეთი რაც თქვენი აზრითაც საჯაროდ არ შეიძლებოდა მისი იყო რა დიახ იყო ერთი საკითხის გარშემო საუბარი რომელიც შესაძლებელია კი დავთანხმებოდი რომ დახურულიყო მაგრამ ეს ერთი იყო და დაისვა 95 ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ვიცოდეთ მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები, როდესაც ჩაფლული არიან ან ჩაეფლობიან კორუფციულ გარიგებებში, რომელი სამსახური არსებობს ქვეყანაში, რომელიც სისხლისამართლებრივ დევნას ან ოპერატიულ რაღაც სახელმწიფო ღონისძიებებს გაატარებს მათი უწყების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. არ არსებობს ეგეთი ესეთი სამსახური. ეხლა ხო თქვით სუსტ ექვემდებარება ანტიკორუფცია. არა, თავად ოდესაც ეხლა კი ბატონო, თავად ეხლა გომელაური ოდესაც დაკავებული აქვს. თავად ოდესაც გოგაშვილი არის ქთამის აღებით დაკავებული, ანუ ვინ არის ის კომპეტენტური პირი, თვითონაც ეღიმებათ ეხლა. ამ ყველაფერს თავი ავანებოთ ერთი წამით გადავდოთ გვერდით, მაგრამ და გულახდილად მინდა თქვა, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე უბრალოდ უფრო მეტად შეშფოთებით, ვიდრე ნიშნის მოგებით, მოდით ასე ვთქვა. გუშინაც და დღეს დამჭა
ძალიან მძიმე შთაბეჭდილება როგორც შინაგან სამხედრო მინისტრზე, ასევე ბატონ გომელაურზე. რატომ? უფრო მეტად ბატონ შინაგან სამხედრო მინისტრზე. არა, შინაგან სამხედრო მინისტრს საერთოდ კრიმინალი ეძახეთ, ამაზე ცოტა მოგვიანებით მინდა და ვისაუბროთ. უბრალოდ ეს გომელაურის თემა აღასრულებს ბატონ გომელაურის კომპეტენციას საერთოდ. არანაირი კვალიფიკაციის ნიშას უბრალოდ როგორც ადამიანი შეიძლება არჩეულებრივი იყოს. ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი იყო, თან როგორი დობით აღჭურვილი თქვენ შეიძლება ყავდეთ 20-25 მცველი და ამ 25-დან ერთი ან ორი ყავთ ყველაზე ერთგული, აი რომელიც არ ვიცით ეხა იმაში. სოლწარტეში როდესაც შედის დაცვის ობიექტი, იქ სოლწარტთა კარებთან როდგანან და ელოდებიან სამ გამოყო, აი ესეთი დობით აღჭურვილი პირი იყო ეს ბატონი და უბრალოდ ამ ნიშნით დაინიშნა. სხვა არაფერი შეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სერვისთან ან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეთ? არა, რა კითხვებიც დაისვა იქ ძალიან ზედაპირული. ანგარიშის ფარგლებში რა თქმა უნდა დაისვა ყველა კითხვა და ამის მიღმაც. ხა პანკისის ხეობაში რა საჭიროება იყო მაგალითად თემელა მაჩალიკაშვილის ოჯახში სპეცნაზის შეყვანა და იქ საკუთარ ლოგიში მწვავდი არის დახრეტა. ნუ რა პასუხი უნდა გაგუქცეს? ხო, ამაზე თქვა რომ იყო თუ არა თემელა მაჩალიკაშვილის საქმეზე შეცდომა დაშუბრა, მას პროკურატურა დაადგენს. აი, ესეც ხო ძალიან ბანალურ ფრაზად იქცა რა პროკურატურა ვინ პროკურატურა? ყველაფერს პროკურატურა გუშინ გახარიას პროკურატურისგან იშვერდა. ხო, აი კი ბატონო არ გადავიდეთ პროკურორი მივზადეთ კითხვის გახარიაზე. ახლა წარმოვიდგინეთ, იქ პროკურორი ყავთ მოსაყვანო. აი, იქ პროკურატურაში ვინ არის? საერთოდ რას დაინიშნა თვალთ არ უნდა ხავს. იქ არის ბიძინა ივანიშვილის მე თვითონაც დავიღალე, გან არ დავიღალეს სხვადასხვა ბრუნვაში რო მატრიალება ამანდამე სახელდა გვარს. მაგრამ სადაც არ მოტრიალდები ყველგან მისი კვალი ხა გენერალური პროკურორი ვინ არის, ხო? ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირადი ადვოკატი იყო, ხო? არავინ არ უარყოფს ამას. ეს ბატონი ვინ არის? ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის წევრი, აი კარებს მე საქმე არაფერი არ ქონდა. კარებს უღებდა დაბრძანეთ ბატონო ბიძინა, გაუღო კარები, შევიდა, გამოვიდა და ეს ადამიანი ეხა არის პასუხისგებელი ქვეყნის საშინაო და საგარეო ასე თქვათ უსაფრთხოებაზე, მაგალითად დაზვერო, კონდაზვერით საქმიანობაზე. ეხა არ შემიძლია ეს არ აღნიშნო, ნაციონალური მოძრაობის დროს დიახაც კუდი დისკრედიტირდა, თქვათ, იმიტომ რომ ძალიან ასე თქვათ წაუხდა სახელი გამომდინარე მათი ჩართულობის პოლიტიკურ ასე თქვათ პროცესებში. ეს ფაქტია და ამას ახლა მოდით გავუსწოროთ თვალი. ისევე როგორც დღეს აკეთებს სუსი, ხო? არაფერი არ შეცდომა. მაგრამ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ძალიან ძლიერი კონდაზვერვის სამსახური, რომელიც ყველა დაგიდასტურებთ ამათ თავად ქართული ოცნების ამჟამინდელი მაღალჩინოსნებიც არ უარყოფენ ამას დისტანცირებული იყო მაქსიმალურად პოლიტიკური ასე თქვა პროცესებისგან საარჩევნო აზ ბატალიების და ახლა ჯაშუშების გამოვლენაზეც ბევრი სკანდალი იყო ნახევარი ჯაშუშებიც დაიჭერეთ მე პოლიტპატიმრებად აღიარა იმან ქართულ ოცნებამდე ესე გამოუშვეს კი ბატონო ეგ საკითხია მაგრამ პროფესიონალები დაკავშირებული დღეს კონდაზვერო არის ინტეგრირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანუ ბატონი გომელაურიც ამ ადამიანების ამ სამსახურის ხელმძღვანელია. ნუ ახლა გამოუშვა ახლა ჯაშუში მაგალითად ცნობილი ისეთი როგორიც არის დევრიშაძე. კი არ გამოუშვა ზარზეებით გამოვაცილა ახლა დევრიშაძე, რომელიც არც უარყო არავინ რომ ჯაშუში იყო პირიქით რუსეთის ფედერაციამ მოითხოვა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რომ იქ თქვენ ყავთო უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა იყო ჯერ ხელისუფლებაში მაპატიეთ. როდესაც რუსეთის ფედერაცია მოითხოვა იქ თქვენ ყავთ ჩემი ჯაშუში დაკავებული და მე ხო თქვენი მყავსო და მოდი გავცვალოთო. და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს გაცვლა ჯაშუშების არ მოხდა, ხო? მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში და ბატონი დევრიშაძე არ თუ გაათავისუფლეს აგერ ბატონო აი ტენდერებს იგებს ტენდერზე თავდაცვის სამინისტროში. კი ბატონო, ეს ჯაშუშების თემა გასაგებია, მაგრამ კომპეტენცია გამოვლენილია, აი, კომპეტენცია არ აქვს. აი, ჯაშუშებთან დაკავშირებით მე რაც მოვისმინე ირაკლი სესიაშვილმა თქვა თუ არ ვწდები, რამდენიმე დღის წინ იყო, რომ აუცილებელი არ არის, აი და მას დააკავო ჯაშუში, შეიძლება კომიტეტის ხდომისში, შეიძლება თქვა პირიქით უკეთესი იყოს, რომ ის თვალთვალის ქვეშ ყავდეს, იმიტომ დაკავება მე იწვევს სკანდალს და თქვენ რო დააკავეთ ნაციონალურ მოძრაობამ ჩვენ მივიღეთ გამოძევებული ქართველები იქიდან გახსოვთ 2006-ში ყველა ქართველი გამოყარეს და როცა სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვა პუტინმა ქართველები. ამიტომ რამდენად სასარგებლოა ქვეყნისთვის თქვა ეს ღია დაკავება სკანდალის მოწყობა მეორე საკითხია. კი ბატონო თავი დავარო არ ვიკამოთოთ ამაზე გიათ კი ბატონო ეხა თუ არ აკავებ არ დააკავებ მაგრამ დახურულ ხომაზე გინც საკომიტეტო და გინც
პარლამენტის დღევანდელ ხომაზე ამაზე ხო შეიძლება საუბარი, ხო? და 150 დეპუტატის თანაცრებით თქვა, რომ კი ბატონო გამოვლინდა ამდენი და ამდენი ჯაშუში სახე და გვარს ვინთხოვდა, ხო? მაგრამ ბატონ სესიაში არანაკლებ კარგად იცის ჩვენზე რომ უხერხული ვითარება არის ხა არათუ საანგარიშო წელიწადში არამედ 7 წლის განმავლობაში ასეთი ჯაშუში არ გამოვლენია ამას ამბობს ბატონი გომელაური ეხა რა უედგა წინ ბატონების ქვეშაც არის არა ბატონ გომელაურს რა ედგა აი რა უშიდა ხესო დღეს ეთქვა რომ გამოვლინდა არ ვიცი ეხა 4 ჯაშუში ანუ აღარ ამბობს ეხა და რისთვის იხარჯება ეს გაორმაგის ფაქტიკულად დაფინანსება ბიუჯეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი მაქვს ხედავ ჩემმა კოლეგამ ერთადერთი დაუსვა კითხვა შარშან არჩევნების დროს ჩვენმა სენაკის შტაბის ხელმძღვანელმა დააკავა სუსის თანამშრომელი ფაქტზე არ ვიცი შეიძლება გახსოვთ ეს კადრები სენაკში როდესაც უთვალთვალებდა ანუ უკანონო მიყურადებას ახორციელებდა მოპირდაპირე საცხოვრებელი სახლიდან და ნუ შენიშნეს და დააკავეს მთელი 1 საათის განმავლობაში თავად გამოიძახეს პოლიცია პატრული ფოსოდ მოვიდნენ იძულებული გახდნენ რომ ნუ წაიყვანოთ სახელი გვარი ყველაფერი ვიცით ამ ადამიანს ხო გაშუქდა კიდევ დღეს ეს კითხვა როდესაც დაუსვით კოლეგამ დაუსვა ისეთ რა იყო ბატონი გომელაურის პასუხი რომ თვითნებურად ახორციელებდა ფარულ უკანონო მიყურადებას ჩვენ თანამშრომელი არ იყო ჩვენ თანამშრომელი იყო მათ თვითნებურათო და ჩვენ გავათავისუფლეთ ხო და ანუ ამ ასეთი ფაქტებიდან გამომდინარე ამბობთ რომ პოლიტიკაში არის უსვი ჩართული თუ კიდევ რა ფაქტები გაქვს ამის დასამტკიცებლად რომ პოლიტიკურ ოპონენტებს დღეს ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციურ პარტიები ამბობთ რომ სუსი არის დაკავებული პოლიტიკურ პარტიებზე თვალთვალით და არა ჯაშუშებზე თვალთვალით ხო ამის რა ფაქტები არსებობს ზოგადად უამრავი ფაქტები არსებობს ეხლა რა რომელი ერთი უნდა ჩამოთვალოთ ეხლა და დაწყებული ხილული ასე თქვათ იმ ფაქტებით რომელიც რეალურად სახეზეა და გაგრძელებული იმ განცდით ეხლა თქვენ რიტორიკულად დაგისვამთ თქვენ ახლა თქვენ გადაცემის წამყვანი ეხლა გავთ განსხვავებულ თქვენი სატელეფონო საუბრები არის მინება მე ხშირად ვხომე ამ კითხვებს და შეიძლება გითხრათ არ ვიცი და არც მაინტერესებს ხო მაგრამ ნუ მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია ნაციონალურ მოძრაობას მაინტერესებს მე მაქვს ინფორმაცია რომ ნუ სამჯერ მეტი სატელეფონო ასე თქვა ზარები კონტროლდება ვიდრე ეს იყო ადრე აბსოლუტურად უკანონოდ ხო და ეხლა სუსი არათუ პოლიტიკურ ამაზე თქვა თუ არ ვწდები გომელაურმა რომ კარგად თანამშრომლობთ დაცვის ინსპექტორთან პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორთან და ამ მიმართულებით პრობლემები არ არათუ სუსი ჩართულია პოლიტიკურ პროცესში მე რა ხა სუსი ატარებს არჩევნებს ასლაპარაკობთ ეხლა რა ჩართული არის შტაბი რაღაცა დაგეხმარება უკანონოდ ან დახმარების ხელს გაგიწვის უკანონოდ არ გაგიწვის პირდაპირ თავიდან ბოლომდე მათაა ჩაბარებული მაგალითად ეხლა არჩევნები მარნეულში ზესტაფონში ხო რა ესე რომ ამბობთ აი მათაა ჩაბარებული კი ბატონო რაღაც კონკრეტული პრინციპულები ფაქტები ხო რა შეიძლება რა რომელი ერთი ფაქტი თუნდაც მედიის საშუალებით ჩვენ გაგვიგია ეხლა უცოტ არ მახსენდება მაგრამ ის რომ სუსი არის ალფა და ომეგა ხა საარჩევნო ბატალიებში რა საუბარია ხა აი მაგალითად ეხა საპრეზიდენტო არჩევნებზე ამბობდით რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ხო ჩართული არჩევნებში და ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულია სუსი ჩართულია და ყველა ჩართულია პოლიტიკური დევნა ხორციელდება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ასე სუსის თანამშრომლობის მიერ ეხა აი კი ბატონო გამახსენდა ეხა ბოლოს სოფელ ნარაზენში რომ მოხდა უსიამოვნო შემთხვევა უკანონო ასე როდესაც ჩვენი პრესამსახურის ხელმძღვანელი დააკავეს უცნაურად როდესაც მან გამოიძახა პატრული და პირიქით დააკავეს ეს იქ ხომ ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გადაიჭირა ასე თქვათ სატელეფონო მიმოწერა თუ გახსოვთ მიმოწერა სუსის ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და პოლიციის რომელიღაცა თანამშრომელს შორის სადაც ნათლად ჩანდა როგორ იდევნებოდა სანდრა რულოვს ან როგორ ხორციელდებოდა სანდრა რულოვზე თვალთვალი ხო ეს ყველა ფეხის ნაბიჯი მე მგონი ეს იმდენად ცხადია ამაზე საუბარიც კი ზედმეტია თვითონ სუსის მაღალჩინოსნების კი არ უარყოფენ აბა ხ არჩევნებს ვინ ატარებს ეხლა ბატონ კობახიძე ხო ატარებს არჩევნებს აბა სუსს მეტი რა საქმე აქვს აბა რატო აქვს სუსში მაგალითად ანუ როგორც თქვენი ხელისუფლების დროსაც ეხაც უარყოფენ ამას ხო იგივე ბრალდებები იყო მაშინაც თქვენ დროს ეხაც იგივე ბრალდება თქვენც უარყოფით ხო ხო მე რო წავლენ ხელისუფლებას შეიძლება ამასაც აღიარონ არ ვიცი
ხო, მაგრამ დღეს იყო ასევე საუბარი, კითხვა დაისვა იმის შესახებ, რომ თუ რაღაც დაპირისპირება გომელაურსა და გახარიას შორის. თქვენ ხედავთ, რომ ასე დანიშნულობა რაღაცა დაპირისპირებები, რა თქმა უნდა, არის ეხლა ჩანს, მაგრამ ეს არ არის მეორე და მესამე ხარისხოვანიც კი ეხლა, რა თქმა უნდა, ეხლა ღარიბაშვილი, სადაც ღარიბაშვილია, როგორ შეიძლება დაპირისპირება არ იყოს. გინ გუნდის შეგენ, გინ გუნდის გადაერთოთ, სადაც გინ სამეზობლოში არის ყველგან. გინ სადაც ბატონი კალაძეა, ბატონი არ ვიცი მე გომელაური, როგორ ჩანს ანუ ბატონი გახარია არის ფორმატი უამრავი ჯგუფი ქართული ოცნების რიგებში და ეს ადამიანები დაკავებული არიან აღარა სახელმწიფოს მართვით და რაღაცა კეთილდღეობის მოტანის ასე თქვათ გზების გამონახვით მოსახლეობისათვის არამედ რაღაცა ძალაუფლების განმტკიცებისთვის ან ვინმესთვის წართმევით და ასე შემდეგ ეს არის ფაქტი მაგრამ არ უწყობთ ანუ აქვთ ამბიცია მაგრამ არ აქვთ შესაბამისი ამუნიცია ეხლა ჩემის აზრით შევაწყობის გარეშე რასაც არ უნდა აკეთებდეს ბატონი გომელაური, ლიმიტირებულია ხა მისი შესაძლებლობები აშკარად. იგი შეიძლება არაჩვეულებრივი არის 100 მეტრიან დისტანციაზე სირბილში ან რაღაცა, მაგრამ აბსოლუტურად მართლაც ჩემს აზრით დანაშაულებრივი არის ის ქმედება, რომელიც ბიზნეს ევენშო ჩაიდინა ამ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანი. ამას სრულიად პოლიტიკაზე დაცხრილი შეგიძლია გადავიდეთ გახარიაზე. ერთი წამით დავიცავი და ესე გითხარით. ხო, გადავიდეთ გახარიაზეც იგივე შეგიძლია თქვა, რომ არაკომპეტენტურია. ახლა გახარ კიდევ უფრო უარესია თვალსაზრისით, თუ კი გომელაურს მართლა აკლია კომპეტენცია და კვალიფიკაცია, ეს ადამიანი თუ არის კომპეტენტური, ყოველ შემთხვევაში იყენებს საზიანოდ ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. და ანუ ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ არ მოქმედებს. ახლა გუშინდელი გახარიას პარლამენტში გამოცხადება დაიწყო რითი, ხო? დაიწყო იმით, რომ მოგმართა ოპოზიციას, არიქა თქვენ იქ ოპოზიციაში, ნუ ეწევით პოლიციის დისკრედიტაციასო და მე ვფიქრობ, თუ ვინმე ეწევა პოლიციის დისკრედიტაციას, ეს არის თავად ბატონი გახარია და ყოფილი და ამჟამინდელი სხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. ეს არის ის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მაღალჩინოსნები თავის დროზე ხდებოდნენ რემენას ლავასოღლი გაუთავისუფლებიათ და ზატო გაათავისუფლეს დღემდეც პასუხი არ არსებობს არსებობს დადასტურებული ფაქტები და ხა ვინც ზუგდიდში ცხოვრობს ძალიან კარგად იცის რომ მეორე ტურში ბატონი გახარია პირადად ურთიერთობდა კრიმინალებთან ხო არავინ ხა არის ისეთი ბრალდება ძალიან ყველაზე მძიმე ბრალდება აი არჩევნების დროს გახარია გავიდა კრიმინალები არა ნუ არის ხა არა მარტო მთელი ქართული ოცნების ასე თქვათ ხარდაჭერთა ძირითადი დასაყრდენი ვინდა რა იყო კრიმინალები გინ თბილისში ნებისმიერ უბანში ხო ოდენა მოკრიმინალო ელემენტი არ იყო გრიგოლ ვაშაძესკენ იყო ბატონ არ ვიცი ბატონ არ იყო ქალბატონ ზურაბიშვილისკენ ეს იყო ფაქტი და ზუგდიდში დაანადგურებით შემიძლია გითხრათ ეხლა არაფერს არ ამბობს ბევრისთვის ეხლა სახრით და გვარი ვინმე ეხლა ხვიჩა ცაკაი არის ესეთი ადამიანი ძველი შემორჩენილი ასე ვთქვათ ძველი პლეიადის კანონური ქურდების ასე ვთქვათ მეგობარი და მე ავტორიტეტი და ამ ადამიანთან უშუალოდ ურთიერთობ. ესეც ის მთელმა ზუგდიდმა. ეხლა აი მე რაც არ უნდა და ერთხელ გუნდამ დავსვა ევროპულ საქართველოს დეპუტატმა გახარიას წინა ვიზიტზე და გახარიამ ურცხვად უპასუხა რომ ეს ადამიანს არ შეხვედრივარო და კი ბატონო რაც უფრო ასეთ უტიფარ პასუხს გასცემს რა თქმა უნდა ზუგდიდის მოსახლეობას არ დამაჯერებოთ მიიღოს გახარიამ თქვა რომ ნუ ახდენთო პოლიციის დისკრედიტაციას მაგრამ თქვენ მიმართ იყო ასევე ბრალდებები რომ უზრდელურად მოიხსენიებდით მას ანუ არ იქცავდით კორექტული არ იყო რაღაც კრიმინალი ეძახეთ ასე შემდეგ და ესეთი მოწოდებები იყო რომ როცა არის ესეთი ფორმატი მოდით იყოს დისკუსია გახარიამ მოვიდა რომ დისკუსია ადამიანი მოვიდა და თქვა შეიძლება გახარიამ ამბობდა რომ აი ოპოზიციასო შინაარსი კი არ აინტერესებს როგორ შოუ უნდა დადგას და რაღაცები ვთქვათ თავიდან ათამაშოს ამ არ არის ეს ადამიანი ერთი სამწუხაროდ მინისტრი რომელიც იკავებს მინისტრის თანამდებობას არის ერთი ადამიანის მსახურებაში და მეერე უკვე რაღაცა სხვა საქმეებით არის დაკავებული და კრიმინალია მაპატი რაც არ უნდა ჭახეთზე ჟღერდეს და ვინმეს ყურში უსიამოვნოდ ხდებოდეს დიახაც როდესაც დაიწყებს შენ მოხსენებას რომ შენ
ნუ ეწევი, ასე თქვათ, დისკრედიტაციას პოლიციის და შენაკეთებ პირიქით და ამის ფაქტები არსებობს, როდესაც შენი ხელშეწყობით იაკეძაია დღე ცოცხალი აღარ არის. ახლა კარგით, ეხლა ვინმე შეჯერა, რომ სადღაცა ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი თავის თავზე აიღებდა იმდეს, რომ იაკეძაიასთან მისულიყო და მას მიეტანა ასე თქვათ, უშუალოდ გახარიას დავალებით მოხდა ეს იყო ადამიანი, ეს ადამიანი კურირებდა ეხლა ზუგდიდში არჩევნებს მეორე ტურში. რას ლაპარაკობთ ეხლა ამის ვიდეო აუდიო ჩანაწერი როგორ განათლების მინისტრად ბრძანება მისი მე არ მჯერა რომ განათლების მინისტრის ინიციატივით მოხდა მაგალითად იმ ბრძანების გამოცემა რომელიც გულისხმობდა ქალბატონი იაკეძაიას გათავისუფლებას სამსახური და ქალბატონმა იაკეძაიამ სანამ ცოცხალი იყო მოახერხა ამ ყველაფრის არტიკულირება ხო და სიცოცხლეშივე თქვა რომ ჩემსგან ითხოვენ ქალბატონი ზურაბიშვილის კამპანიაში ჩართვას და არ ვაპირებ ჩართვას არც ქალბატონი ზურაბიშვილის კამპანიაშიო და არც ბატონი ვაშაძის კამპანიაშიო. ამის შემდეგ დამემუქრენო ეს ყველაფერი ბერეთ წერის მიწა და ამას ეხლა არც გავს იმ ადამიანს ეხლა განათლების მინისტრი საერთოდ სიმართლე გითხრათ რომ პოლიტიკურ ასე თქვათ ხო მაგრამ თავზე რატო აიღო მაშინ რა სიტყვა და ეხლა ემ დამავალაო ბატონო გახარია მე ხა ბატონი გახარია ხომ არის იქ მინისტრების მინისტრი ხო რეალური პრემიერ-მინისტრი ის არის ეხლა გუშინავს თქვი და დღესაც გავიმეორებ ხა პარლამენტში ბევრი ყოფილა არც თუ ის ძალიან ბევრჯერ სიმართლე გითხრათ ხშირად არ დავდივდი როდესაც ქუთაისში იყოს სხდომები აქ უფრო ხშირად დავდივარ მაგრამ გუშინ აღმოაჩინე ძალიან მტკივნეულად რომ პრაქტიკულად მართლა აბსურდისტი არჩევათ იმიტომ რომ რაღაც საზეიმო სხდომა გაიმართა და სიტყვით მოგმართა ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბატონმა კობახიძემ და ბატონმა ბახტაძემ და ისიც დავარ წამოუდეკეთ ზურაბიშვილი. დავდიახ, დავიჭირე ჩემ თავში და არა მარტო მე, რომ აი ვის არც კობახიძეა მართლა პარლამენტის თავმჯდომარე, იმიტომ რომ წონა რეალურად პოლიტიკური მას არ აქვს კაპიტალი, არც ბატონი ბახტაძეს არავინ არაფერს ეკითხება და ეს უკვე იმდენად ცხადია რომ გამომეტყველებაზეც კი შეატყობს ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფა თვალით და ნუ ეხლა ეს მესამე ადამიანი ხო რამდენად სწორი საქციელი იყო პრეზიდენტისთვის ფეხზე არ წამოდგა მეორე საკითხია იმიტომ რომ მეორე საკითხი რა არჩეული პრეზიდენტად და როგორ არის არჩეული როდესაც შინაგან და უსინდისობა არის ის როდესაც შენ არ აქვს პასუხი 2 წლის განმავლობაში სარალიძეს სკოლობასთან დაკავშირებით უსინდისობაა ის როდესაც არ აქვს პასუხი მაჩალიკაშვილის სკოლობასთან დაკავშირებით არის უსიტისობა არ არის ის როდესაც TBC ბანკთან დაკავშირებით არ არის არ გეტყვი პოლიტიკურ კულტურაზე პოლიტიკურ კულტურაზე პრეზიდენტი შემოდის და ოპოზიცია არ არის პროტესტის ნიშნად არ დგება ფეხზე კი ბატონო არ ამ ადამიანს თავად რო კითხო და უახლოესი მეგობარი რო იყოთ ალბათ ქალბატონი სალომეს და რო კითხოთ ალბათ გამოგიტყნებოდათ გულახსოვდა და გეტყოდათ რომ ნამდვილად გაყალბებით არის პრეზიდენტი აი ძალიან ახლობელი ადამიანი რო იყო ქალბატონი სალომეს კარგით ეხა ვის ჯერა მე მაგალითად აი ვერ ვიპოვე ძალად ჩემ თავში რომ ეხლა მაგიარა მისი ლეგიტიმურობა და ერთ-ერთი დარჩით თქვენ ნაციონალურ მოძრაობას რომელიც არ აღიარებთ გასაგებია მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ეხლა და მოსახლეობამ შეაფასოს ან გავკეთოთ თქვენ თქვით რომ თქვა არც ერთი არ არის რეალურად ფიგურა ჩამოთვალეთ იქ პრემიერ-მინისტრი ბახტაძე გახარია ხო არის ფიგურა დიახ, არის ვინაიდან ის არის მინისტრთა კაბინეტში თუ რა თქმა უნდა ყველა დაახლოებული პირი როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის კარზე არის ფიგურა თორე ბიძინა ივანიშვილის კარზეც არ არის ხა ბახტაძე ის პოლიტიკური ფიგურა რომელიც თავის თავზე აიღებს რომელიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საკითხს ეს რეალობა ეხლა ჩვენ მოგწონდა არ მოგწონდა ავისი ნაწილს მოსახლეობისას ხო ხა წინა ხელისუფლების ხა სააკაშვილი იყო ადგილზე იყო მოქმედი პრეზიდენტი კარგი საქმეც მას ასე თქვათ კრედიტში მისდიოდა და ცუდი საქმეზეც რა თქვა იგი იყო პასუხისგებელი ხო და დღეს აი ვინ არის უბრალოდ ის ადამიანი რომელსაც შეიძლება პასუხისგებლობა რეალური პოლიტიკური აი ხა დააკისრო რატო ხო აკისრებთ ივანიშვილს რამე გიშლის ხელს რომ ივანიშვილს დავაკისროთ არა გასაგებია მაგრამ ივანიშვილს რომ დავაკისროთ რამე გიშლის ხელს ივანიშვილის პასუხისგებლობა არა მხოლოდ პოლიტიკური დააკისრება არამედ მე დარწმუნებული ვარ სხვა პასუხისმგებლობა გულისხმობ
სამართლებრივიც ეხა. აი კიდევ სხვა თემა, მაგრამ პოლიტიკური შესაძლებლობა რომ მას დავაკისროთ, ამაში მე მგონი ხელს არ გუშლის არაფერი. არაფერი, მაგრამ ხა პრემიერ-მინისტრი ხომ უნდა გავდეს მე. მაგაშიც გეთახმებით. პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის ხალისი დავკარგე მართლა კრიტიკისაც კი. არა, დღეს გატყობთ, იმიტომ რომ სულ ყველა ეთერში სადაც მინახი ხართ, ისე ომახიანი იყო. არა, პარლამენტში, არა მინორში, პარლამენტში დავკარგე ხალისი, ანუ დისკუსიაში შესვლისა ამ წავე ოპონირებისა დეპუტატებთან ნიკო ფეხაძე. იმიტომ რომ ბოლოს ჩხუბში გადადიხართ. არა, ბოლოს ზაზაპაპუაშვილის ჩხუბი. ეხლა ანრი ოხანაშვილთან დებატებს თვითონ აზრი არ აქვს. მართლა ასე თვითონ არც ყობახიძესთან აქვს აზრი, იმიტომ რომ არაფერს არ წარმოადგენენ ხალხო. ეხლა არაფერს არ წარმოადგენენ, როგორც მართლა პოლიტიკურად აზრი არ აქვს. ნუ ეხლა რა უნდა მითხას დინარაძემ ეს ადამიანი მე ერთხელ თქვით კი ბატონო ეხლა გავიმეორებ. ბესელია ამ გუნჩი ხო ხალბატონი იყო ალბათ კაშკაშკა ვარსკვლავი ხო ი ბატონი ხა თქვენ თქვით ხა ჭიჭინაძე რომელიც ასევე აღარ არის ქართული ოცნების ხა ეს ორი ადამიანი რომ გამოვიდა ამ უმრავლესობის საერთოდ პოლიტიკოსის ნიშანწყალი არ არსებობს ახლა ტექნოკრატ ადამიანებად ხედავი ყველას თუ ვინმე ხა არიან რა საქაღალდე იღლიაში ამოჭრილი ადამიანები დადიან მიდიან მოდიან მოციქულებად მორჩე გათავდა ანუ პოლიტიკა არ კეთდება მათში არ არის უბრალოდ რაღაცა მესიჯ მოიტანეს სლოვაკის ხეივნიდან პარლამენტის შენობამდე შიგნით შემოვლენ თუ არ დაკარგეს ხო არ დაკარგეს კარგია და მორჩე გათავდა ხო მაგრამ მათი პასუხი თქვენს მიმართ და ზაზაპაპუაშვილის ეხა არა როდესაც სულ ჩუბობთ ძალადობა არავის არ უნდა აპატიოს არავის არ უნდა აპატიოს ძალადობა და ადამიანმა რომელსაც იძალოდა და ესე ლაჩულად როდესაც მოგეპარება უკინა და როდესაც შემთხვევით გადამეყრება კორიდორში მას პასუხს აუცილებლად გავცემ ანუ იმ ძველი ამბის გადაგაცემ რომ ადამიანი ეხა როდესაც საგნობრივად თუნდაც მწვავედ შენ გეპაექრება და გიწევს წინააღმდეგობას სხვა საკითხია მაგრამ რაღაცა თქვენ გიკავშირდებათ 24 საათი და იქიდან რეპლიკებს ის აპატიეთ რა ეხლა ეს მაგრამ ბოლო დროს რაც მოხდა ესეთი ჭუები ყოველთვის თქვენ გიკავშირდებათ კვირიკაშვილთან მაგალითად გინდება და კი და რა კვირიკაშვილს რა ვალდებას უყენებდი კვირიკაშვილს ვალდებას უყენებდი ერთ-ერთს რომ იგი იყო გარეული კორუფციულ გარიგებებში მაშინ რაოდენობა არ ვიცოდი მაგრამ თავად მიზნევალიშვილმა დაადასტურა 7.5 მილიონს ედავებოდა 60 თავიდან საწყის ეტაპზე გახსოვდა და მე უბრალოდ არა ეს ყარასგონი როცა გამოდიხართ ყოველთვის გადადიხართ რაღაცა შეურაცხყოფას ვერ ვიტყვი მაგრამ აი ესეთი ბრალდებები ხო ხა მაგალითად გახარიას კრიმინალი ეძახა არა არის კრიმინალი გახარია კვირიკაშვილს კორუმპირებული არა არა თითქოს ისე გამოდის რომ მოდით არა მოდით არა ძალიან კარგად შემიძლია ჩემი ემოციების მარტო არ აღმოჩნდა კვირიკაშვილი კორუმპირებული იგივე ბიმანიშვილის განმოსახედიდან ვარ გადაცხადა მე რა ვიცოდი ხა ოდენობა 7.5 მილიონი ქონდა მოპარული თუ 690 ესე თქვა პირდაპირ არ მახსოვს არა კი ბატონო რა თქმა უნდა 7.5 ახლა მოპარული 7.5 მილიონ ასე თქვა ლართან დაკავშირებით კითხები არსებობს ეხა ეს ითქვა ხო ეხა და ეს რა ქვია კრიმინალი არის ბატონი გახარია აბა არ არის კრიმინალი მარტო რაც გუშინ მე ჩამოუთვალე 16 შემთხვევა უმძიმესი რომელიც მოხდა მისი მინისტრობის პერიოდში მისი მე და არც ერთ ფაქტზე არ არსებობს კითხვა ყველაფერს თავი დავანებოთ თქო წარუმატებელი მინისტრი არის ადამიანი რომლის მინისტრობის პერიოდში 55% არის წარუმატებელი მინისტრი კრიმინალი რატო არის შეურაცხყოფელი ნუ გამაგიჟე ბრალდება ხა კრიმინალი თო ციხეში უნდა იჯდეს კაცი კი ბატონო კი ეხაც კი ბატონო და უთხარი კიდევ ხო არაფერი თქვენ არ გიშურეთ გარდა საპროცესო გარიგებისა მე არა ვარ მომხრე რომ ეს ადამიანი ხა ციხეში აღმოჩნდეს მაგრამ საპროცესო გარიგება არის ერთ-ერთი გამოსავალი ანუ თუ ხელსურაში მოხვალ დაიჭერთ გახარ არა მაგრამ დანაკი ხა ერთი წუთი ეხლა მუხთალი ხა მაშინ არის შინაგან საქმეთა მინისტრი მუხთალი რო გაქრა შუაგულ თბილისიდან ამას პასუხი არ უნდა აგოს არავინ ეს ბატონი თან ამოვიდოს პარალელურად არის ვიცე-პრემიერი არ არის ასე თქვათ კრიმინალი თანამდებობის პირი რომელიც გამოაშკარავდება სახელობითა და გვარით ეხლა ხო მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტულად ასაკები მოვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას მაპატიეთ კრიმინალი აბა ეხლა ჩათვის კი ბატონო თათვარი შეურაცხყოფა ვისთვის თან ეხლა ქართული ოცნება რომელიც 24 საათის განმავლობაში რა ეპიტეტებით გამოირჩეოდა გახსოვთ მაგრამ ფაქტებს მაინდა-მაინც
ბევრს ვერ წამოყოლებდა ხო პოლიტიკოსებს ჩვევიათ ხოლმე ესეთი განცხადებები არა მე ვერ შევეგობრები მე მაგ ჩემი პოლიტიკი დიახაც ვამწვავე ხშირად ზღვარზე გავდივარ მაგრამ ამას ვაკეთებ დიახაც არა ხელოვნურად ბუნებრივად ასე ხდება რა შემილია მაღიზიანები ნაციონალურ მოძრაობის დროსაც როდესაც ხელისუფლებაში იყო წინა ხელისუფლება და საერთოდ სათოფეზე არ ვიკარებოდი პოლიტიკას და არც ერთ ოპოზიციური პარტიის და არც სახელმწიფო პარტიის წარმომადგენელს 2012 წლის არ ვიცი მე ნოემბრის თვემდე ხელი ჩამორთმევის დონეზეც კი არ ვიცნობდი გინდა დამიჯერეთ გინდა არ დამიჯერეთ არც ერთ არ ვიცნობდი საერთოდ მაგრამ ძალიან მაღიზიანებდნენ როდესაც შავზე ამბობდნენ თეთრს უკიდურესად მაღიზიანებდნენ უკიდურ ბატონო რომელ პარტიის წევრებს არ იცნობდით ვერ მოხდა რომელ პარტიაზე ამბობთ არ ვიცნობდით არა როდესაც არ ვიყავი პოლიტიკაში მე 2012-ში ხო იყავით ბატონო პოლიტიკაში ხო იყავით 2012-ში სად ვიყავით 12-ში გამგებელი არ იყავით ეს იყო 2013 წელი მერე გახდით გამგებელი ხო ანუ ნაციონალურ მოძრაობის დროს იყავით მახსოვს გამგებელი ხო 2013 წელი 2013-ში გახდით 2013 ჩვენ ხვით 2014 წლამდე თვითმმართველობის არჩევნებს ჩატარდებოდა ამიტომ როგორც მაშინ მაღიზიანებდა ასევე მაღიზიანებს ეხაც და უბედურება ის არის რომ რეალურად იგივე ფიგურანტები და თავარი მოქმედი პირნე შესაძლებელი ერთი და იგივენი არიან ხა სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში ყავთ მინისტრების დაცვა აყვანილი აგირა იმ რაიონში აღა ესე რადგან ამას ამბობთ ხა თუ გაღიზიანებდათ ის ხალხი და ზუსტად იგივე საკეთებენ ეხლა ანუ გამოდის რომ ნაციონალურ მოძრაობის დროსაც იგივე საკეთებდნენ რასაც ეხლა აკეთებენ მაშინ რა ხართ იქეთ ან აქეთ არ ხართ რა განსხვავებას ხედავთ მათ შორის არა უდიდეს განსხვავებას ხედავ ვერა უდიდეს განსხვავებას და ნაციონალურ მოძრაობას უამრავი წარმატებების ყოლდაკვალ რო ხონდა ძალიან მძიმე გადასვლები ამაზე ხო უამრავი ვისაუბრია ხო მაგრამ ამ ხელისუფლებას რა აქვს ასე ვთქვათ მის ანგარიშზე არაფერი მხოლოდ მძიმე დანაშაულებები ჩავარდნები კრიზისები მუდმივი არასტაბილურობის განცდა დესტაბილიზაცია აშენდა მუდმივად არაფერი წარმატება საერთოდ ინსტიტუტების მონოპოლიზებას აქვს ეხა ადგილი ეხა ბოლო საერთოდ სასამართლო ხელისუფლებას ჯიბეში იდებს ბიძინა ივანიშვილი და მორჩა ეხლა რა რომ სინდოდეს მაგალითად ქართულ ოცნებას რო კითხო ისინი ფიქრობენ რომ პირიქით უკეთესი მხრით არიან განსხვავებული და დღეს მაგალითად ეს გასულ არჩევნებას დაადასტურა დღეს დავასრულოთ თუ შეიძლება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან ბევრისთვის თუ ძალიან ბევრისთვის არა ბევრისთვის არაფერი დიდი მნიშვნელობის მატარებელი არჩევნები არ იყო, იმიტომ რომ ბევრს ეკონა რომ ეს არ არის გარდამტეხი არჩევნები. ეს არჩევნები ქვეყანაში ხელისუფლებას არ ცვლის. აი ამ არჩევნებშიც კი, ხო? წარმოვიდგინეთ, პირველ ტურში ოპოზიციური ხმები ჯამში იყო მილიონი. სხვა რაღაცა მინდა გითხოთ, მაგალითად ქართულ ოცნებას წარმომადგენლებს გუშინ ქონდათ ასეთი არგუმენტი, თუ არ ვწდები ერთი მდინარაძე თქვა ერთხელ და მერე თამარ ჩუგოშვილმა რომ თამარ ჩუგოშვილმა თქვა ზუსტად ასეთი ფორმულირებით რომ ეხა მიჭირს წარმოვიდგინე რომ ნაციონალურ მოძრაობის დროს ვანო მერაბიშვილს დაიბარებდნენ და აი ასე პარლამენტში ასე წავე კითხვებს დაუსვამდნენ და თქვენ როს გაგეკეთებინათ შეიძლება ქვეყანაში უკეთესად ანუ ისინი ამბობენ რომ ამით უკეთესები ვართ ჩვენზე რომ ჩვენთან ეს ხდება და თქვენთან ესეთი რამე არ ხდებოდა ასე შევედა რომ ან და მოვაწონე მაყურებელს თავი საუბრით რომ თითქოს ეხლა ჩუგოშვილმა რას თქვა ის არის ძალიან არასწორი და მე ვსწავლობ სწორი ჩუგოშვილმა ეს ამ ნაწილში რას თქვა პირველ ნაწილში დიახაც სწორი თქვა და რას გულისხმობ არ დადიოდა ეხლა ვანო მერაბიშვილი ეხლა რა არ ვიცით ეხლა რო თქვა დადიოდა ვეთქვით რომ ხო ვიცი მახსოვს ხუჯი რომ მივიდა ნევჯერ მაგრამ რამდენჯერაც მისულა როგორც მისთვის არ დაუსვათ წავე კითხვა ისევე გახარია რომ მოდის პარლამენტში ნუ უნდა ნახოთ აი არ ვიცი ხა აი ან რიოხანაშვილი უნდა ნახოთ რა კითხვა სვამს ან ბატონი თალაკვაძე უნდა ნახოთ ან თავად ჩუგოშვილმა რა კითხვა დაუსვა რომელიც ან კეძაიაზე დასვა კითხვა ან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით დასვა კითხვა ან არ ვიცი სარაიძის დაკავშირებით დასვა კითხვა რომელიც წავე არ დასვა ხო მაგრამ დიახაც გუშინავს კი და ეხლა და არასდროს არ მოვერიდები და არ დაგზარდებით გამეორებაში. შინაგან საქმეთა არც ერთი მინისტრი მე არ მახსოვს ბოლო არ ვიცი ნებისმიერ ხელისუფლება ავიღოთ, რომელმაც არ დაასრულა კრახი, ანუ მინიმუმ მან დობა დაკარგა საზოგადოებაში, ხო? და რაგზას არათუ ადგას ბატონი გახარია გასულია უკვე ფინიშის ტორზე დგას და აი ბოლოს მიდის ოღონდ ეს ფინიშის ტორი არა წარმატების მომასწავლებელი იქნება არამედ ჯერჯერობით თანამდებობებს აგროვებს არამედ ხო გასაგებია ეს კარგი ცხოვრებით კი არა რომელიც ქმნის
კრიზისებს დანიშნეს იმ სამსახურის ხელმძღვანელად, უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელად, რომელმაც მინიმუმ კრიზისი არ უნდა შექმნას. თორე ხა თავად ბახარია რომ მოვა და გეტყვის შენ რომ ისი რა აქ არ არის ყოფნა საინტერესო ის მარტო ჩვენ კი არ გვიქა გუშინ რომ საინტერესო არ არის თქვენთან კომუნიკაციაო. ხო, იმიტომ რომ შინაარსობრივად არ მეკამათება. არა, ჩემთან გასაგებია, კარი მე არ მოწოვარი, არ მოწოს ბოკერია, სხვები საქართველოსთან და ნაციონალურ გასა, მაგრამ იქ ეხა 118 რო არიან თუ 115 არიან, იმ 115-დან რატო არავინ არ გამომართლა, ასე თქვათ დისკუსია, ოპონირება, ხო? საპარლამენტო საქმიანობა ამ ყველაფერს შესაძლებლობას იძლევა. უნდა ახორციელებდეს კონტროლს აღმოსავლეთ ხელისუფლების საქმიანობაზე, მაგრამ კითხვა მწვავე არც ერთი არ დასრულა იმათგან. ამიტომ ამ ნაწილში ქალბატონი ფაქტ ჩეკს როგორც აქვს, ნაწილობრივ ტყუის რა. ნახევარ სიმონტეზესაც ნახევარ. კარგი, დიდი მადლობა. ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი.